აღდგომა მხოლოდ რელიგიური დღესასწაული არ არის. ეს არის ახალი, უკეთესი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ადამიანებისთვის. შესაძლებლობა მონანიების, გააზრების და იმედის დღე. განსაკუთრებით იქ, სადაც თავისუფლება შეზღუდულია. საპატიმროებში აღდგომა წელს სხვანაირია. გისოსებს მიღმა პატიმრები ამჯერად არა მხოლოდ აღდგომის სიხარულს, არამედ მადლიერებასა და დანაკლისსაც გამოხატავენ. პატრიარქის, რომელმაც მათთვის ყველაზე რთულ გარემოში შეძლო ყურადღების მიქცევა, მხარდაჭერა და იმედის შენარჩუნება. როგორ ხვდებიან აღდგომას პატიმრები? ნახეთ ხათუნა გაგნიძის და ლევან ლომაძის რეპორტაჟი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთმა პატიმრები მალე გამოიყვანოს ციხიდან. პატრიარქის საგალობელს პატიმრები გალობენ. გისოსებს მიღმა დაგროვებულ სათქმელს ასე ყვებიან. ყველაზე დიდი გულშემატკივარი გარდაეცვალათ, მათზე მზრუნველი პატრიარქი. აქ ქსნის ციხეში წელს აღდგომაც სხვანაირი დღესასწაულია. ძალიან დიდი ნუგეში არის მისი მოსმენა, მისი საგალობლის შესრულება, დიდი სულიერი მამა ყავდა და მისი ცხოვრება და მისი არსებობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს საგალობელი ყოველთვის ისმის ჩვენს ეკლესიაში და ყოველთვის რაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ამ გალობას ყოველთვის ვიგალობებთ. ახლა პატრიარქისთვის პატიმრები ლოცულობენ. ლოცულობენ ტაძარში, რომელიც საკუთარი ხელით და უწმინდესის კურთხევით ააგეს. იხსენებენ 10 წლის წინ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ილია მეორე ესტუმრათ. პატიმრებმა გამოიჩინეს რაღაც საოცარი სულიერი სიმაღლე და აშენდა ეს ბრწყინვალე ტაძარი. მე მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი. საჩუქრად გადმოგვცა წმინდა ნიკოლოზის ხატი და საიუბილეო უზარმაზარი წიგნები, რომელიც ძალიან დამეხმარა მე პირადად აი მოხატვის პროცესში, იმიტომ რომ ამ წიგნებში თავმოყრილია საქართველოს საეკლესიო მხატვრობის სრული ისტორია. ეს მსჯავრდებული ხატმწერია. სხვებიც დაეხმარნენ. ეკლესიის მოხატვას 3 წელი დასჭირდა. პატიმრებმა უწმინდესზე საკუთარი სათქმელი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში თქვეს და ფრესკაზე გადაიტანეს. დავასრულეთ ფრესკა, საშინელი სამჯავროს ფრესკა სტოაში, სადაც ქრისტესგან მარჯვნივ არის სეციური საქართველო. ჩვენთვის მეოხი დიდი წმინდანების რიგი. რიგის ბოლოს დგას ჩვენი უწმინდესი. ჯერჯერობით შარავანდედის გარეშე. 22 მარტს, როცა საქართველო თავის უწმინდესს შვდოებოდა, ერთად უყურებდით და ყველა სრიალები მოგვდიოდა. გესმით ახლა ავაზაკები, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები. ვტიროდით ადამიანზე, კაცზე, რომელსაც პირად არც კი ვიცნობდით. აი როგორ შეძლო ამ ერთმა ადამიანმა, დიდმა ადამიანმა, რა ის ადამიანმა ის თავის უზომო სიყვარულს ასე ფართოდ გაცება და განაწილება საერთოდ ყველასთვის. არ ვიცი. მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ, რომ გაივლის წლები ილია მეორის თავზე იმ ფრესკაზე აუცილებლად იქნება უფროს შარავანდეთი. ძიმე წუთებში დაწესებული საზღვრები პატიმრებს მღვდლებმა შეუმსუბუქეს. ქსნის ციხიდან უწმინდესის პანაშვიდზე მსჯავრდებულების სათქმელი სულიერ მამებს მიჰქონდათ. ძალიან განიცდიდნენ, იმიტომ რომ როგორც ყველასთვის მათთვის განსაკუთრებით გარდაიცვალა ძალიან დიდი მზრუნველი მამა. ეს კუთხე პატიმრებმა მოაწყვეს ყოველდღიურად ჩაუქროვლა თანთია, სანთლები. უდიდესი იყო მისი შეწევნა ყველა პატიმრის მიმართ. ჩვენი უწმინდესი პატრიარქის დამსახურება, მისი დიდი შრომა და თხოვნა, რომ ქვეყანაში აკრძალულიყო სიკვდილით დასჯა. დეკანოზი ვიტალი პატიმრებთან დიდ დროს ატარებს. ერთად ლოცულობენ ტაძარში, რომელიც ამ სივრცეში ყველაზე ძვირფასია. ლოცულობენ საკანშიც, ყველგან სადაც მოუხერხდებათ. პატიმრებისთვის პატრიარქი იყო დიდი ნუგეში, დიდი სითბო, დიდი სიყვარული. ყოველთვის იმის თხოვნაში და იმის ესე რომ ვთქვათ, ლოცვაში იყო, რომ აი პატიმრებს
დაეხმარეთ, პატიმრებს შეეწიეთ, პატიმრებმა ერთმანეთს გვერდში დაუდექით. ჩემი თავარი სათქმელი ის იქნებოდა, რომ მიყვარხარ ჩემო პატრიარქო. ჩემი ბერმონაზნულ ცხოვრებაში სამაგალითოდ მიქნება ყოველთვის. როდესაც ის გარდაიცვალა, პანაშვილზე წასვლა ყველა პატიმარს უნდოდა, ძალიან გულით უნდოდა და მამა ვიტალი უდიდესი ადამიანი შემოვიდა და სტიქაროსნებს დაგვირიგა ჯვრები, რომელიც პატრიარქის ნეშტს ჰქონდა დაბრძანებული. ამანი ხელა დიდი ბედნიერება და სიხარული გამოიწვია ჩვენში, რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. პატრიარქს ბევრი ინიციატივა ჰქონდა იმისთვის, რომ განსაცდელში მყოფი მსჯავრდებულების ყოფა შეემსუბუქებინა. პენიტენციური სამსახურის დირექტორი ამ ინიციატივებზე გვიყვება, რომლებიც კანონად იქცა. განმარტავს, რომ სწორედ პატრიარქის ინიციატივით დაწესებულებებში მოწყობილ სახელოსნოებში, კვების კომპანიებში ასობით პატიმარი დასაქმდა. ყველა მისი ინიციატივა არის შესრულებული სასულიერო პირებს დაუბრკოლებრივ აქვს საშუალება რომ შემოვიდნენ ჰქონდეთ ასე ვთქვათ კონტაქტი ჩვენს მსჯავრდებულებთან ყველა პატიმარი ერთი დღით ადრე თავისუფლდება ამას ეძახიან პატრიარქის დღეს ასევე პატრიარქს ჰქონდა ძალიან ბევრი როგორც აღნიშნეთ ინიციატივა მათ შორის იყო პატიმრების დასაქმება სხვადასხვა მიმართულებით და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პატიმრები სხვადასხვა მიმართულებით არიან დღეს დასაქმებულები უკლებრივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულებებიდან ინახავენ ოჯახებს. რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის მიმართულებით. ხელში მიჭირავს სანთლები, რომლებიც არის ჩვენი მსჯავრდებულების მიერ აქ ადგილზე დაწესებულებაში გამზადებული. ეძლევათ პატიმრებს და ეკლესიას, რომ დაანათონ ეკლესიაში და ადიდონ უფალი. დაახლოებით 1500 საღდგომოდ დამზადდა. საღდგომოდ პატიმრებმა ყველაფერი საკუთარი ხელით დაამზადეს. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში პასკები გამოაწყვეს. ვამზადებ ტრადიციული მეთოდით, დავამზადეთ ცომი, მეც ვიღებდი მონაწილეობას, სხვა პატიმრებით საცხობში ვინც ვართ დასაქმებული. და ვამზადებთ ყველა პატიმრისთვის და იმდენს ვამზადებთ რომ ყველა პატიმარს შეხვდეს ყველგან სასიამოვნოა ეს პროცესი რა სადაც არ უნდა იყო აღდგომის წინვალე დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის პატიმრებისთვის ყველას რაღაცა ამ მომენტში იმედი გვიჩნდება ხოლმე. იმედის დღესასწაული მე-16 დაწესებულებაშიც სევდანარევია. გილოცავდე მრავალს და ეს არის ჯანმრთელად, ბედნიერად გახარებული და შეგეწიოს აღდგომის ძალა და მადლი. აიხარეთ, მამას მიულოცი ჩემგან და ყველას ჩვენს. ეს პირველი აღდგომა არის ჩემს სიცოცხლეშიც ესე ვთქვათ, როდესაც აღდგომას ხვდებით პატრიარქის გარეშე და ეს რაღაცა სევდანარევი სიხარული არის წლევანდელი აღდგომა. ყველაზე მეტად ალბათ უკვე რამე გვინდოდა, ეს იყო დაკრძალვაზე წასვლა და ბოლო გზაზე გაგვეცილებინა. ალბათ ნებისმიერ პატიმარს რო კითხო, მსჯავრდებულს ერთი დღე ყველაზე მეტად რომელსაც ნანობს, რომელსაც თავისუფლებაზე დააკლდა, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იტყვის იმ დღეს, რომ პატრიარქი ვერ გააცილა უკანასკნელ გზაზე. საპატიმროში არის საკანი, სადაც ცხოვრობენ არაქართველები, სხვა რელიგიის წარმომადგენლები და შეგვნიშნე, რომ მათ კამერაში იყო, ესე იგი, ჩვენი პატრიარქის სურათი და რო ვკითხე თუ რატო იყო, მიპასუხეს, რომ ის დიდი ადამიანი იყო და გამიკვირდა, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის იყო ის ადამიანი, დიდი ადამიანი, მათთვისაც ძალიან დიდი პატივისცემით გამოხატავენ მის და მის სიყვარულს და გვიყვარხარ პატრიარქო ძალიან. გლოვა და ზეიმი აქ პატიმრებთან ერთად ყველა საკანში თანაცხოვრობს. უწმინდესის ეპისტოლეებს ყოველთვის უსმენდნენ. ახლა მათი კითხვა ყოველდღიურობაა. რასაც გვიქადაგებდა, სიყვარული არის ღმერთი, სიყვარული არის ღმერთი, სიყვარული არის ღმერთი, ამას თუ ღმერთს ჩაუხმავდებით ადამიანები და გავათიცნობიერებთ, რომ ეს მართლა ასე არის, რა. ასეც
დაბერდა პატრიარქი და ასე ჩამოიღო თასამთელები. არც ერთი წუთით არ მოგიცილებია თვალი მისი ავადმყოფობა რომ გავიგეთ და საავადმყოფოში რომ იყო სულ ტელევიზორთან ჩამიგდები უყურებდით და სამწუხაროდ რომ გავიგეთ ტირილი დავიწყეთ რა გარდაიცვალა. არ დაგვარგვია იმის იმედი რომ ის წესი დანაწილოწებს ჩვენთვის. ჩემ თამდინარემ გააცილა ეს ადამიანი რა. თორმეტ საათზე აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს მიულოცეს. Cristiano!